ვიცოდეთ რომ აღმოსავლეთიდან მოდიოდა მუსულმანობის ოკეანე. მაგრამ ვინ არიან ეს რუსები? ვინ არიან? ბოლშევიკი რუსები და რესურსები. ბოლშევიკი რუსები, ხო შეგვიჭამეს ეს იმან აფხაზეთურა. ამ შეჭმას თავი დავანებოთ, ეგ რესურსები კი არა, სული შეჭამეს აქ, და სული და ზნეობა შეჭამეს ქართველებს. ეს ვადირება. ეს ვეთქი, თურქეთს არ გაუკეთებია ეს ამ ბოლო ხანებში რაც ამათ გააკეთეს აკაცითაც და ყველაფერს და ამას ვადირება ის. მაგრამ მოუხალდათ ჩვენ. განვით ერთი წვეთი პარტიკულარიზმის რომ ჩაეწვეთო რომელმაც აი მესკაც როგორც მოუვიდა ეს 19 საუკუნეებში ერა გამოყოფა უნდოდა და თურქებმა ჩასასწროს ის ათლა უნდოდა გამოყოფა ეს. ხოდა ამიტომ გეუბნებით რა აკაც იქაც სამეურნეობაში და სვანაში ასე გრამი აღარ მოხდება და რუსულმა იმპერიალიზმმა თავის ჭკუით რა მისიაც დააკისრა, იმის საპირისპირო მისია უნდა მივცეთ ჩვენ. რუსულმა იმპერიალიზმმა გახსნა ზუგდიდის ხარეს გადმოიტანა ლაკობას ბაღი. ციგდა პარკს რუხის ციხესთან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი. რადგან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი? ლაკობას საქმე უნდათ ზუგდიდში გაეკეთებინათ. ისე გაეაფხაზებინათ უნდა თავის ჭკუით სამეგრელოდეს მის. არიკმარეს სოხუმის და გალის გააფხაზება გესმის და გადმოვიდნენ შეტევაზე ზუგდიდზე და ლაკობას პარკში აწყობდნენ შეხვედრებს აფხაზეთის და საქართველოს ახალგაზრდობის. ხო იცით ეს? აი ასე ერქვა. საქართველოს და აფხაზეთის ისე ვითომ აფხაზეთის სხვა, საქართველოს სხვა და ლაკობას პარკში ზუგდიდში ხდება მათი შეხვედრა გესმის. ეხლა შეწყდა, იმიტომ რომ ეხლა მიიღეს ჩვენგან კარგი დარტყმები გესმის. თავიანთი ჭკუით ლაკობას ბაღი იყო პლაცდარმი ზუგდიდის გააფხაზების და გარუსების გესმის. აი ეს ოცნებები ჰქონდათ.